ვახტანგ მაჭავარიანი უკვე პარლამენტის წინ იმყოფება, თუმცა დათო ჭელიძე ამ დრომდე პოლიციელებს განყოფილებაში ყავთ და არ უშვებენ. შემთხვევაც უხელ გვიან ღამით მოხდა დაახლოებით პირველ საათზე, როდესაც ორმა მოშიმშილემ დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. რამდენიმე წუთით მათთან მივიდნენ პოლიციელები და მოულოდნელად ჩასვეს პოლიციის მანქანებში და წაიყვანეს სხვადასხვა განყოფილებებში. ვახტანგ მაჭავარიანი იხსენებს, რომ მთელი ღამის განმავლობაში 10-მდე პოლიციელი განახორციელებდა მის დაკითხვას და კითხვები ძირითადად ეხებოდა იმას, თუ რატო იდგა ეს ადამიანი პროტესტზე, რატო აპროტესტებს ქართული ოცნების პოლიტიკას, რატომ არ არის სახლში, რატომ არის რუსთაველის გამზირზე ყოველ დღე და პოლიციელები ეძებდნენ ტელეფონს, მიუხედავად იმისა, რომ მოშიმშილემ უპასუხა მათ, რომ ტელეფონი ადგილზე ქონდა დატოვებული, მაინც ჩხრეკდნენ და ყველა ჯიბეს საგულდაგულოდ ამოწმებდნენ, სად ქონდა ტელეფონი. ერთ-ერთი მოშიმშილე უკვე გამოუშვეს და ის ახლაც პარლამენტის წინ იმყოფება, მეორე კი ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში ყავთ, ვისთანაც სავარაუდოდ რამდენიმე წუთში ალბათ შევა ადვოკატიც და გაიგებს მისი მდგომარეობის შესახებ. მთელი ღამის განმავლობაში გედევან ფოფხაძე და ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტის წინ შიმშილობენ, ეძებდნენ ამ ადამიანებს და მათი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერს ეუბნებოდა. გადავყარეთ ნაგავი და უკვე უნდა მოტრიალებულიყავით და ქვეყნის პირველი დამნაშავე რო აყავთ. თუ გაქვთ ფილმი ნაყურები სპეცრაზმი, ეისე შემოვარდნენ უცებ და აი დათოს ეცეთ და მე რო წავედი დათოს დასახმარება, დასაკეთეთ სან მიყავთ მეთქი, მეც ანალოგიურად ისე იმასდეს და რავი დათოს ისე ფიზიკურად ეძალადეს და ისე იმასდეს, რომ რა ვიცი, სხვადასხვა განყოფილებაში გადავიყვანე. ტელეფონს თხოვდნენ, ტელეფონი სადაა გაქვთ და ტელეფონი მქონდა დატოვებული სატენზე. ერთი 5 ჯერ გამჭრით ეს. ბოლოს აი ყველაზე გასაცინარია პატარა ჯიბერო აქვს. აი იმაში და ტელეფონს ეძებდი. რატო მოდიხარო, აქანო სახში რატო არ მიდიხარო? მე ვთხარ, ჩემი პროტესტის გამოხატვის უფლება მაქვს, რა გინდაო აქანაო და ისო მე სასტვენი რატო გიდევს ჯიბეში. ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირ აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, კანონის შესრულებაზე, აი როცა ასეთი საპროტესტო აქციები ტარდება, თან შიმშილობა ძალიან სპეციფიური საპროტესტო აქცია და შიმშილების მოპარვა არ ამგონია ხელისუფლებისთვის სანაკებო საქციელად ჩაითვალოს. პირიქით, ძალიან სამარცხვინოა და ასეთი დაპირისპირება შიმშილობის აქციასთან არც შიმშილობის აქციას არ დააზარალებს და ისინი კი თავის მორალურ დეგრადაციას ყველას დაანახებენ. ნამდვილად არ ვიფიქრებდი, რომ ახლა პოლიცია იმას გააკეთებდა, რომ მოშიმშილე საერთაშორისო კონვენციით არის ხელშეუხებელი და აი ყველა ზღვარს გადავიდოდნენ. მე პატრულთან მივედი, დაიკარგა ადამიანი, აი თვალსა და ხელშორის ადამიანი დაიკარგა და იქნებ მითხრათ, თუ არ დაგიკავებიათ. პატრულს არ დაუკავებია ქალბატონს. აი იქ ვიყავი და რა ეთქვათ, უთხარი ეს ქვეყანა, ეს სახელმწიფოა თუ ბალაგანად როგორ აქციეთ ხალხო და როგორ გინდა თქვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში ასე იცხოვრონ. არაფერი, თითქოს არაფერი არ მომხდა. ადამიანი უნდა გაჩერდეს ამისთან ქვეყანაში. არ უნდა იბრძოლოს. ჩვენთან ერთად არ უნდა მოვიდეს სოლიდარობა ამ ხალხს არ უნდა გამოეცხადოს. ახლა საინტერესო არის, როდის გამოუშვებენ დაკავებულ მოშიმშილეს დათო ჭელიძეს, რომლის შესახებაც ამ დრომდე არაფერს ამბობენ. მთელი ღამის განმავლობაში ყავდათ ეს ადამიანი დაკავებული და მისი დაკავება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ მოხდა, როდესაც მათ სულ რამდენიმე წუთით დატოვეს ეს ტერიტორია. შიმშილობა გრძელდება, დღეს არის შიმშილობის მეორე დღე. გედევან ფოფხაძე საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად უკვე მეორე დღე არის, რაც პარლამენტის წინ შიმშილობს და მისი მთავარი მოთხოვნა არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ქვეყანაში ახალი სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნა.